ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითადად იარაღის განხილვა ზურა ყვანჭახა. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს. გამარჯობათ, მეგობრებო, არქივონ წერება კარგი ხარ. გამარჯობათ. მოგესალმებით. მოკლედ დღეს სტუმარი ყავს. ცივი იარაღი თითოსტატი, გოლჩალაღიც. გაქვთ ახლა დღეში ამოვედით და საერთოდ კულინარულ რაღაცას გავაკეთებ და ამ გადაცემაში კიდე მაგარ ხანჯას გაკეთებ. გაჩვენებთ. აი ესეთი თევზი გვაქვს. ხო, ვინც არის ის გოლჩალაღიძე ვინ არის? უბრალოდ დაგუგლეთ რა. სიტყვები მე როგორ ზედმეტია. იმდეს ვერ ვილაპარაკებ, რაც იქა წერია. აი ესეთი თევზი გვაქვს. მე მგონი რომ ზუთხია, ბატონო გუჩა. ზუთხი, მე. თუ ზუთხიც არ არის, შეიძლება ზუთხისებთა ეგ ზუთხები რაღაც სხვადასხვანაირი ყოფილა რა. აი ესეთი რაღაცა ვიშოვეთ რა. 100 ტრინას რო ეძახიან. მოკლედ გიჭამია? ბატონო დავით, ეს თევზი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო თევზად თევზთა ვაფშე საერთოდ ჯიში. რატო? იმიტომ რომ გემრიელია, ფხარ აქვს და ის არის რა ქვია, ძნელად მოსაპოვებელია. ვოლგაშია, მდინარე ვოლგაში, კასპიის ზღვაში რო ჩაედინება, კასპიის ზღვაშიც არის ესა, მდინარე ზუთხით. რუსეთი, ირანი და აზერბაიჯანი და თურქმენეთი კასპი. მოკლედ არ გვინდა ახლა გადავარნა. მოკლედ მეგობრებო, ავიღოთ ეს შევწყვეტ. ის პირობებში მგონი ის ყველაზე ისეთი რაღაცა იქნება რა. აი ამისი გაკეთება იყო ბატონი გოჩას იდეა. და ბატონო დავით, რა სიტყვი შენ თავზე? ჩემ თავზე? არა, თევზის თავზე რა. თავზე? ნახე როგორ ისაქონია. ტილი აქვს ამას, ძვალი არ აქვს. აი ესეთი რაღაცა ზვიგენისებული რამეა, ჰა? აი, აჰა. მოკლედ ეხლა ეს თვითონ დავჭრათ რა. იქ ვინც ეს თევზი გამოგვატანა, იმან კი ძალიან ისეთი ყოჩაღი ტიპი იყო რა. მე რავი ხა თუ გამომივა. მოკლედ მეგობრებო, ეხლა მე ამას, ჰა? შენ გიჭამია? ასეტრინა? კი. მე მაინც ამ თევზის დიდი მოყვარული არა ვარ, მაგრამ აი ვისაც გიჭამიათ დაწერთ. ეხლა მე ამას ჩავჭეხავ ესე ზოლებად. და გაკეთების პროცესს გაჩვენებთ. მოკლედ მეგობრებო, დავჭერი. ხები არ აქვს, მაგრამ აი ძვალი აქვს და რაღაცა იაღლიში ის იყო. გვაწვალა რა, მაგრამ დავჭერი. იმიტომაც არ გადავიღე თვითონ დაჭერო და აი რაღაცა უკაკუნეთ და მთელი ამბავი. შენი შესაძლებლობის ყურება რომ მოკლედ. თუ აი ამ თევზის გაკეთება გადაწყვეტეთ 100 ტრინის, ხო? ცეცხლზე. ეს რა მაგრა არის? მარილი არ დააყაროთ, ანუ რო შეიწვება. სულ ბოლო მომენტში უნდა მარილის დაყრა რა. დაგჭირდებათ მარილი, ლიმონი და მაშარაფი. ეს მაშარაფი იყიდება ყველგან, თუ ვინც არის მაშარაფი ბროწეულის წვენს ადუღებენ დიდი ხანი. და რაღაც დროის განმავლობაში სქელდება. რო აზერბაიჯანელებმა იციან, იმიტომ რომ ბროწეულის სამშობლო არის აზერბაიჯანი. 75-ნაირი ჯიში ყოფილა. ბროწეულის. ჩემთვის კიდე არის წითელი და მყვა, ის ამ მყვახე და მწიფე. მეტი ვერ მივედი იქამდე რა. მოკლედ ამას ესე დავალაგებ, ცეცხლი გამზადებული გვაქვს, ხო და ტყავი აქვს ისეთი რა ქვია თევზს. ის არა აქვს, რა ქვია, ქერცლი არა აქვს. და ტყევი აბა ვნახოთ. იმაზე შეიძლება არ დაეტიოს ის თევზი რა. შეიძლება დავატიო. ეს თევზი ცოცხალი იყო. ნავთლუხის ბაზარში ვიყიდე თბილისში. იმას ოშრებიან, აკვარიუმებია დიდი. და ამოიყვანეს ვერაგულა თავში რაღაც ჩაარტყეს და მოკე დაგვიკლეს რა. ეს იწოდეს რა დაეტია. კი.
ეს იცოდეთ შეწვის დროს პატარავდება რა. ასე რომ აი ეს. კიდევ ერთხელ. ამას ნუ იმას იზავთ რა ქვია. ბატონო დავთ გამხადე? მიყვა? ასია. ავიხდი. აი ესე. არა, კიდე უნდა. ცოტა მიპრესილი უნდა იყოს, რომ კარგად. აი ეს. ეს თვითონ მოწყობილობად 15 ლარი ის ყველგან იყიდება, ასე რომ აი ესე. აი ეს, ყავარსა და კარტა. ეხლა წავიდით, ბატონებო და ჩვენი ზუთხი შევწვათ. ზუთხი არასოდეს არ შემიწვია. პირველად ვყავ, შეიძლება ისაც ბატონო გოჩა, შენ შეგიწვია? როგორ? ზუთხი შეგიწვია? მე თვითონ არ შემიწვია, მაგრამ გემო კი ვიცი. მირთმევია. აი ესე. ეხლა ეს არ არის, რა ქვია, ხორცი არ არის რა, დიდი ხანია მას არ უნდა თევს. დაახლოებით ერთი ალბათ 10 წუთი რა. ეხლა აღარ მოგაბედისა, გაყურებინთ ამას როგორ ცოტა დაუნიავებთ რომ სიცხე მომარტყას და ბოლოს რა უნდა გავუკეთო და რა გამოვიდა მაგას და როგორ დავაგემოვნთ, ბატონო დავით. აი, ნახოთ. მოგლით ევზი დავალავით ბატონო გოჩა და ვილაპარაკოთ ეხლა ხანჯალზე. თქვენ რა მოიტანეთ? კარგით ბატონო. ჩვენ გვაქვს სატევარი, ძალიან ლამაზია. რომელიც დამზადდა 2025 წელს, 2024-2025. ეს არის ჩემი უახლესი ნამუშევარი, ესე რომ ვთქვათ. დავამზადე თბილისის შოუსთვის, რომელიც იქნება უпроსტად რომელიც მაისში იყო და ახლა კიდე ოქტომბერში გვექნება და იქ იქნება ნაჩვენები. ძალიან ლამაზია. ეს ეს ჰოლანდიაში დამზადდა იქ ეს სატევარი არის მონაწილეობდა ნიდერლანდების დანების შოუში, რაც აიღო საუკეთესო ნამუშევრის დიპლომი. ქართული ტიპის ხანჯალი არის უფრო ერეკლეს ეპოქის დროინდელი, რკინის დეტალებით და ბაჯაღლო ოქროს ზარნიშით. ანუ ყვითელი რაც არის ოქრო. ყვითელი რაც არის ოქრო, არის მცენარეული ორნამენტები, ხოხბები, გვრიტები და ესე არის ღრმა გრავირებაა გაკეთებული. ანუ ეს ზვალი თქვენი დამუშავებულია, ქარხაში გაკეთებული. კი, აბსოლუტურად ყველაფერი ერთ-ერთი პირი არის ზაგატოვკა, ესე რომ ვთქვა, ნახევარფაბრიკატი გავაჭედინე ერთ-ერთ ძალიან მაგარ დამასკოს სპეციალისტს. საქართველოში თუ იქ? არა, ეს არის ტულაში გაჭედილი წლების წინ. უბრალოდ მედო ეს ჩემი დაკვეთით ეს ფორმა გამიკეთა. არა, ეს რაღაცა ეხლა უყურებ უშუალო ფორმა რაღაც. როგორ? აი უშუალო ფორმა, პირდაპირ იმას ეს არის მე სატევარი განიცადა რა თქმა უნდა თავისი განვითარება და მე-18 საუკუნეში იყო ესეთი ფორმები. მე-19 დასაწყისში და მე უკვე აი ეს מחვილის ფორმა შეიცვალა უფრო რაღაც სხვანაირი ფორმით რა. სწორია და მე მიდის უკვე წვერზე, ხო? აბა ერთი ხელში დავჭირო. ახლო ნახეთ. ხანჯალი არის. აიცა ფონიც რო შავი იყოს. აი ესე. აი ესეთი ძალიან მაგარი რაღაც. ეს თეთრი რა არის? ეს არის ლომვეშაპი. ლომვეშაპის ეშვი. მორჟა. ისე მგონი ერეკლე მეფის ხმლის არის იგივეა. მაგმას არის გაკეთებული. რა არის თეთრი? რა. ლომვეშაპი, იცი წინ ეშვები აქვს. ხოდა? აი ესენი რა დიდები არია, სპილოსანი დრო არის. ხო. ანუ ეს თქვენი დამღა არის ახლა? დამღადია და მჭედლის დამღა, რომელმაც გამოჭედა. ანუ ჭედელს ატივსავце, მე არავის არ უკარგავ, ვინც ჩართული მყავს პროექტში, აბსოლუტურად აღვნიშნავ მის მონაწილეობას მისი დამღით. ყველა ნამუშევარზე აბსოლუტურად. თვითონ ახლა ნივთსაც წაადგება, იმიტომ რომ ის არის რა ქვია. დოკუმენტურია. თავარი დამღა მაინც ჩემი კომპანიის არის, გოჩალახიძე, ეს ჩემი იურიდიული კომპანიაა. როგორც იურიდიული პირი, როგორც ფიზიკური პირი არა. ანუ ნამუშევრებს ვაკეთებ.
ჩემს სახელოსნო ეს იყიდება? ესე რომ ვთქვათ, თავისი ფასი აქვს და თუ ყიდველი გამოჩნდა გავყიდი. ისე რომ ახლა ვაფრიალებდე ვყიდივ, ეგრე არსად არა გამოფენილი. არა, საერთოდ ეგრეა რომ თუ რამე ნამუშევარი გინდა ნახატი იყოს, აი ბატონ დავითსაც ვეუბნეოდი რომ უნდა დაფასდეს რა, ის რომ გაიყიდოს და ვიღაცის ხელს რომ ჩავდი, ის დააფასდეს. დიდი სიხარულე ის არის. არა, ესეთი ნივთისფრობა ნახეთ რა. ანუ ეს თქვენ ამ ტექნიკას როგორ დაიუფლეთ, აი ეგ მაინტერესებს. ეს ტექნოლოგია, არსებული ტექნოლოგია, რომელსაც აკეთებდნენ ძველი ქართველი ოსტატები, უფრო მე-18 საუკუნე, მე-19 საუკუნეში. სხვადასხვა ოსტატებისგან ვისწავლე. ესენი იყვნენ ქართველი ოსტატები, ალეკო აღდგომელაშვილი, ზაქრონ ონიკაშვილი, მაგრამ ძირითადად მაინც ბელგიელ გრავიორთან ვისწავლე, ორი კვირა მის სკოლაში ვსწავლობდი, ორი კვირის მანძილზე, ალაინ ლოვენბერგ, ესეთი რაზე მეკითხებით ეს ფორმები და იარაღი? არა, აი თვითონ აი მის დამუშავება და გეტყვით, ეს ალაინ ლოვენბერგი არის თოფების ოსტატი, თოფების გრავიორი და არის ალბათ სოფლიოს ხუთეულში შედის. და მასთან დავეუფლე ამ ტექნოლოგიას. აი საქართველოში სამწუხაროა რომ აი არ არის რაღაც ისეთი რომ მივიდეს ადამიანი და ისწავლოს. როგორ არა, ჩვენთან არიან მაგარი ოსტატები არიან. უბრალოდ აი თუ ასწავლა რა, მე ეხლა მართალი რო გითხრა, დაკვეთები ავიღე ესეთი ორნამენტები და ამ დაკვეთების პროცესის დროს ვისწავლე, ზოგი ზაქრონმა სწავლა, ზოგი ბელგიელმა მასწავლა, ზოგი სხვა მასწავლა, ყველას დიდ რომ მაინც აი ოქროს ჩაჯენას უნდა, ამას ათითაოთ ესე მიკროსკოპის ქვეშ ვზივარ და საათაოდ წერტილები დაწერ. ეხლა მე რას აი ეს თვითონ თეთრი რაც არის, ეგ არის ფოლადი? ფოლადია, კი. და ფოლადზე ზის ოქრო ეს ყვითელი? არა. ეს ფოლადი რაც ყვითელია, ის არის დაბლა უფრო. ესე იგი გრავირებ ხო, ამოღებულია, კი ხედავ. ამოღებულია, კი. შემდეგ გასწორებულია და ის არის დასეტკილი. და იმაში არის საათაოდ ოქროს ბურთულები ჩაჭედილი. ესე იგი მარცვლოვანი ვით არის, ხელი რო გადაუს. ახლო მოიტანე რაღაცა რა. აი ეს არის მარცვლოვანი რა. აი რა ვიცი, ახლა როგორ გამოჩნდება. და მიკროსკოპით სათით რამდენი ხანი მოუნდა ამას გადაგეთ. ეს როგორი პროცესია? დღეში სადღაც 7-8 საათი მუშაობ, ალბათ 1-5 დღე რა, მეტი. აი მარტო ოქროს ჩაჯენას. და მე ეს გამზადებული. იმიტომ რომ ჯერ ფონი უნდა დაამზადო, უნდა დაჩეხო ეს ფონი, რომ დაიჭირო. რომ ოქრომ ფესვები გაიდგა შიგნით. და შემდეგ აი ესე შტიხელით მიკროსკოპში იყურები და ქვემოთ მუშაობ პნევმატური შტიხელით. და ის არის თან სიამოვნებას განიცდი, ეს ისე არ არის დაიწყო და ბოლომდე გახვიდე. დღესწორს ისეთი სასიამოვნო პროცესია, რომ რაღაც ეცხო ვაკეთებ ხარჯებს ხოლმე. ახლა მე ესეც ხარჯებს ვერ ვაკეთებ, მაგრამ სიამოვნეს როცა აი რკინას რაღაცა თულუქის რაღაც ნაჭერს ვაიღებ და ისეთ რამეს რო გააკეთებ და ხება ნივთი რა. და წითელი ფერი საიდან მოვიდა? წითელი ფერი უბრალოდ ჩემი ის არის. იყო წითელი, უფრო იცი როგორ იყო, ხანჯლებს ძირითადად შავი ტყავი ქონდა. ქონდა მწვანე ტყავი. ქონდა წითელი ბარხატი, ლურჯი ბარხატი, მწვანე ბარხატი. ეს როგორ არისო, ეს იყო მე-18 საუკუნე, ერეკლეს ეპოქა. მერე მე-19 საუკუნეში უკვე ჩოხა კლასიკა გახდა. მერე უკვე შავი ნაცრისფერი აი ეს ძირითადად მარტო შავი ქარქაშები კეთდებოდა და აი უფრო ადრინდელები იყო სხვა ფერები იყო, ჩოხებიც იყო, აი მწვანე, წითელი რაღაც იმერლებს ჰქონდათ ეს ჩოხები და უბრალოდ რა ვიცი, რაღაც გამორჩეული იყო და წითელი არ არის ეს უფრო შინდისფერი. ხო, დამპალი შინდისფერია ეგეთი რაღაცა ის. ბატონო. აი ეს ფორმა მომეწონა ძალიან რა. ლახვარი ჩასაო, პროი რაღაცა. კი. ეგეთი ისა მაქვს რა ქვია, რომ აი თან დარტყმის დროს ეს ფორმაზე ვიძახი რა, ეს გვერდზე რომ მიდის. ჩეხავი არ არის, ეს უფრო ის არის რა ქვია, რომ პირდაპირ შიგნით შესრიალდეს რა. სოლის ფორმა აქვს და არის ძალიან მაგარი. და ეს პირი მოიტახლო, აი ეს შიგნით დაწუნული რკინა არის. ეგრეთ წოდებული დამასკო. ბაწარაული დამასკო. ხო. თან მარტო ესე იგი გარემხარე მონო არის, მარტო შუა გული არის დამასკური. კი.
ჩაპრესილი ეს თუ ჭედრული დადუღებით არის შედუღებული. ეს ძალიან ისა კომპოზიტი არის. არ არის ესე რთული პროცესი არის და აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ მაღალი კლასის, ჰაი კლასის სპეციალისტი, კი ბატონო. ძვირიც ეღირება. აღარ მახსოვს ის მე თვითონ ხანჯალი თუ ის ჭედვა. პირი გამოჭედვა სადღაც 1000 არა 800 დოლარი თქვა ესე. აღარ მახსოვს. მაგრამ არ არის იაფი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უხეში ფორმა, გაულესავი. შემდეგ ჩემს სახელოსნოში ამას ჩემი ხელით როგორ გითხრა, ხო დამუშავება მიდის. კი, ჯერ მანქანით ვაკეთებ ლენტაჩნის შკურკა, შემდეგ ხელით აბსოლუტურად კლიბებით და სხვა ის ხო ნაცნობი ფოლადია. არ არის ეიული. ხო, ერთხელ მქონდა საქმე და კლიპსაც არ იღებდა. შემდეგ ღარების ამოღება ხდება ბორმანქანით და შემდეგ ქვებით. ხელით, აი ეს ხელით კეთდება პოლირება. შემდეგ კეთდება ტრავლენია, ესე რომ ვთქვათ, ჟავაში. ხო, ამოღება. კი ბატონო, შემდეგ პოლირება, სხვადასხვა პასტებით, ის არის მთელი ნუ ხა წელიწადზე მეტი თუ მოუნდით ერთი სალის გაკეთებას? ამის თანაპროექტებს დაახლოებით 2 წელი მიდის. ოღონდ ხა ერთმანეთის მიყოლებით არა ეს ხომ არ ფინანსდება, ამით თუ ვაფინანსებ. ასე რომ ჩემ შემოსავალს საიდანაც მაქვს, იმის პარალელურად, როცა დრო მაქვს, გადავდივარ ისე უბრუნდები. და ეს შემოსავლის წყარო არ არის. არა. არც ველოდები რომ გაიყიდოს, რადგან არ ვარ დამოკიდებული ეს ვაკეთებ და სხვანში ვაწყობ ესე რომ ვთქვა. აი სრული, აი ეს მაის ქართული ტერავიცი სრულს ეძახიან აი ამას, შეხეთ. ისე კი ვერ დავაკვირვი თავიდან, მაგრამ აი ეხლა ნახეთ რა, ეს შიგნიდან როგორ არის გაკეთებული. მოკლედ ამასობაში ჩვენი თევზის უნით იქიდან კი ბატონო, მოდის. ნახეთ რა, აი ესეთი რაღაცეებია, ბატონმა გოჩამ გააცნო ქართული ხანჯალი და აი ეს რაღაცეები მთელ ევროპას. ჩვენ გვაქვს 25 ოქტომბერს ბილტმორში გამოფენა საქართველოს დანების მეწარმეთა და კოლექციონერთა ასოციაცია არის ორგანიზატორი და ყველას გიწევთ. მობრძანდით ბილტმორში, ამასაც ანახავთ, გოჩასაც გაიცნობთ, მეც ვიქნები როგორც წარმოდგენი, როგორც ერთ-ერთი კონკურსანტი თუ რავი, გამოფენაზე ვინც მონაწილეობდა, არც ვიცი. და ბილტმორში იქნება რომელში 25 შაბათს 25 ოქტომბერს. მობრძანდით და ისიამოვნეთ იქნება ძალიან ბევრი ოსტატები და ძალიან ბევრი ნამუშევრები და მადლობა კიდე იმ ხალხს, ვინც ამას ჩაუდგა სათავეში, საქართველოში გონი მეხუთეთა ტარდება. დიახ, მესამე წელია. და ხო და ძალიან წარმომადგენლობითი იქნება უკვე და რა ვიცი. წელს უცხოელები გაყოლება. ვისაც გაინტერესებთ, არ იმიტომ რომ გვიყურეს და ჯერ ერთხელ ჩატარდა რას იზავენ, მეორედ თან მე ხო ყველაზე დავდივარ და ყველა წელს უფრო და უფრო იხვეწება და ბრავაფეროვანი ხდება რა. თვითონ ჭედლებიც უკვე ემზადებიან ხოლმე და თვითონ ვინც ხანჯლებს მარტო ხანჯლები არ იქნება, იქნება თოფები. შენ მიადექი ბიჭო? თოფები, შვილდები, ასესუარები. მობრძანდით და ძალიან ისიამოვნებთ რა. დიდი მადლობა რომ აი ეს შესანიშნავი მეორედ არის აქ ოსტატი ჩვენთან სტუმრად. ერთხელ იყო ის რა ქვია ხმლის პირო გააკეთა რა გვარია? არ ვიცი. ტროსტი რო ლევანი გვარია? ბუკია. ხო, ლევან ბუკია იყო სტუმრად. ჭედელი მაგარი კაცი და აი ახლა გოჩა. ძალიან მაგარი კაცი ლაღიძე. მოკლედ დაგუგლეთ და ისე ამონეთ. მოძავთ ბილტმორში. ახლა ისევ გავაგზავნოთ ბატონი დავით გაძურა ძირი ისე მოშ. მოკლედ მეგობრებო, ეს ჩვენი თევზი აი ესეთ მდგომარეობაში მივიდა. ეხლა ბატონ დავით წადიმარილი მოიტანე. მარილი უნდა დააყაროთ სუბოლოში. ხონდა ამით უნიავებ ხოლმე. ვისაც რა აქვს? მოიტა. აჰა. სკაუმორჩი. რა პროფესიონალურად ვაწერ. ესე დავაყარო? ხო. შენ მოხუც მამას ნუ ეკაიბედო გაგა პროფესიონალი. თავარი რა არის ამ საქმეში? რა გემრიელი იყოს. ესე ქონიკი გაუშვა, ხო იცი? და ლიმონი და მაშარაფი დააკვდება ზედა. ლიმონი და მაშარაფი რომ მივიტანთ.
ხო და დააკვირდება მეთქი. ო, იბოთ. აჰა. მე მაინც და მაინც ბევრი მარილი არ მიყვარს. აჰა. შია? ცოტა. აჰა. გავძეხი უკვე. გავმარჩი. რაღაცა ხო ჩვენ ხანჯალს ვიღებდით შენ. რო დააღრით, მე ცოტა ხანი კიდე დატოვეთ, რომ ეს მარილი ჩადნეს ის ქონი რო გამოდის. ამას მეტი არაფერი აღარ უნდა რა. ზადაში. მოდი აბა, ბატონო გოჩა, მობძანდი. დავაგემოვნოთ. ნახოთ ერთი რა გამოვიდა. რადიოს სადგაში. ჰა? რადიოს ბადეში. დადგა ჟამე ჭეშმარიტებისა? ო, აი როგორი გამოვიდა რა. ბადეზე არ შემიწვია მართლა აი. აჰა. აი, თევზი შეგვიწვია, მაგრამ ზუთხი არ. ეკი დადეგა. ბატონო გოჩა. აი, მაინცა. მე ლიმონს გავჭრე. ოხ, შენი აი ნახე დაიშალა, მოიცა შენ ჯაგამოთხო. ერთმანეთს მიეწება რა. ესე? ბატონო დავით. ნადი, რა შვები? ლიმონს ვჭრე. ხელი არ გაიჭრებ, თხილად იყავი ძალი. ესე? ესე აი მას ავიღებ, ცოტა დაზიანებულია. მოკლედ. თევზს რო ამოიღებთ, ბატონო დავით, მომიცი ლიმონი. ყველამ თავის მუღამით რა. მე ამას ახლა ცოტა ლიმონის სოს დავაწუწებ. დავასხავ, ინებეთ. ბატონო დავით, ბევრს მოასხავ. თორე ეგ არ იქნება კაი და მე მაშარაფიც სალფეტკი გასახოცი. 2 წელი. ო, მოხსენე და გავხდი. აჰა, მაიც კაცო. ხე დავშინა. შენ რა იცოდი ბატონო დავით, როგორი რაღაცები უნდა? რავი, კეჩუპს რო ხსნი ხოლმე ეგრე. ო, ხო. ეხლა თევზს ხო თავისი გემოაქვს. მე ლიმონი და მე ლიმონისა და ამის სიტყბო ერთმანეთში რო გადაერევა, ხო, ბროწეულის წვენი, რა ვიცი, ძალიან მაგარი უნდა გამოვიდეს რა, აი. და ეს. რა ქვია ამას? მაშარაფი. ქართული სიტყვა იქნება ეგ მაშარაფიც. მაშალა. გავსინჯოთ და ვნახოთ რა გამოვიდა. ბატონო დავით. ნუ გაერთობი, ბაიცანამაიც ბევრს უნდა ასხავ. სასირეთის ღვინო მაქვს, ჩინური. ესეც მივაყოლოთ და გამოვიგვა მშვენიერი პიკნიკი. ჩი. ჩემი ჩანგალი. აბა გავსინჯო. ჩაშანწინდელი ღვინოა და ბატონო გოჩა როგორია? გამოგვივიდა რამე? ძალიან მაგარი. დამგეული. აბა გავსინჯოთ. ლიმონი. ვა, რა მაგარი სუნი აქვს. ყავიჭმევა. ბატონო დავით, რასაც შეჭამ. ყველა ვიჭმევა. ესე იგი ტყავით იჭმევა. გავი ახლა მაქსის კითხავი როგორ უნდა შეჭამო, არ წარმოვიდგინე, მაგრამ რამეს მოახერხა. არის ძალიან გემრიელი. პიკანტური გემო აქვს. გემრიელია. და ეს მაშარაფით ძალიან მოუხდა. რა თქვა, სასწავლო ძვირია არ არის, ასე. კილო კიდე მგონი 35 ლარი. მოდი. ბატონო დავით. ბევრი მაშარაფი არ გავუკეთე. მაიცა. ბატონო გოჩა. მოდი. ყველა ხელოვან ადამიანს გაუმოწოს. ამინ. ნიკო ფიროსმანისა და პაბლო პიკასოს თამადობით. პაბლო პიკასომ დახატა ფიროსმანი. და მაგის დახატი მაგ. კი არ ყავდა ნანახი. ხო. ნათქვამი აქვს რომ ფიროსმანმა მასწავლაო მეო ერთი სტილი მიმართულებაო, ერთი სტილი რომელიც მოსponda პრიმიტივიზმი. და აი მაგ ორ კაც გაუმარჯოს. ორივეს დალევა უყვარდა და ასე შედა.
თუ ვინმე ხელოვნური ხართ, თქვენს გაგიმორდო. თუ ხელოვნებას აფასებთ, ვან გოგი? ხელოვნური არ ხართ. ვან გოგი? მოდი ვან გოგს თავი დავანეოთ. რომ მაგასაც უყვარდეს. ვან გოგს დალევა? არ უყვარდა. ვან გოგმა ყური მოიჭრა. და გაუგზავნა ქალს და შენი ყურმოჭილი ყმავ იქნებიო. ბოლოს თავიც მოიკრა. ვან გაუმორდეს ხელოვნებას. ამი რა კარგი გუნოა. ეს 4 წლის გვინვა. ეს გლობა. ამითი გამოგემშვიდობთ მეგობრებო. კარგად ვანდებოდით. შემდეგ ვიდეომდე. შემდეგ ვიდეომდე. კარგად იყავით. აბა.